პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები, უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა. და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი. მაინც ვერ მოხერხდა, რომ ყველა მოსულიყო, თუმცა საფლავზე მოსვლა ყველა შეეძლო. როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აყვება წვრილვანებს, ეს იქნება ჩვენი პატივის მიგება პატრიარქისადმი, რომ მეორად თემებს, რომელსაც მოხს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. ნუ ავყვებით. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზადავართ, რომ რეალობა მოგაწოდოთ და აგეხსნით. ანდერსთან დაკავშირებით მე გეტყვი, პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსახლე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში, როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა რა უნდა მელაპარაკო. რომ ესაუბრებოდა თან ვერ უყურებდი ისე მე და ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამე, აი რომ არისო მითქმა მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში, მაშინ გახსოვთ რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს ხამარზე კიდია გასაღები სეიფის და ასე შემდეგ. ეს სიტყვები მითხრა, ესე რომ ამბობენ რომ ხამარზე კიდიაო, ეს გასაღებიო თუ აქ არისო თუ იქ არისო. ეხლაო რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ, მეტიო რაც უნდა ეწეროს ანდერძშიო, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ გქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერია ანდერძში თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი.